Cristian, სახელთა მამისათა, დაცვისათა, დაწმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და თქვენი ცხრა დაძაბული კვირა იყო პატრიარქის მე-40 იყო შაბათს და იქ დავაბიჟებული ვიყავ პირადად მე სუფრაზეც ტრაპეზზე ეს იყო რესტორანი როიალი ძალიან დიდი რესტორანია 700 კაცი იყო ყველა სფეროდან იყვნენ დიდი წარმომადგენლები სპორტის, აკადემიის, ლიტერატურის, თეატრალის, სამგებლობა იყო და ამიტომ მე როდესაც გავაცდინე ვერ შემძლე და ესე იგი ვერც მოვახერხე გენერალური რეპეტიციის ჩატარება, იმიტომ რომ წინა დღეს მე ვატარებ გენერალურ რეპეტიციას, მემზადები ქადაგებისთვის. აი ხლა პირდაპირ გენერალურ რეპეტიციას აქ ჩავატარებ, ესე გამოდის და შეიძლება უფრო კარგიც იყო იმიტომ რომ იქ რაღაცებს ვასალაშინე აქ პირდაპირ ყველაფერს ვიტყვი. მოკლედ დღეს ბევრია საქმე ჩემო ძვირფასო. როგორი დღეა ხედავთ თქვენ? მენელს საცხებელ დედათა დღეა დღეს ჩემო ძვირფასო. ყველამ რო უღალა ქრისტეს დედებმა უღალა. ნუ რა თქმა უნდა ბიშოპის თაოსნო. ამიტომ არის მენელს საცხებელ დედათა და არის ხსენება იოსებ არიმათიელის, არის ხსენება ნიკოდიმოსის, მაგრამ და გამალიელის. მაგრამ დედების შემდეგ იცი რატომ არის მათ ხსენება? იმიტომ რომ ამათ ესენი ბოლომდე გვერდზე ვერ თავდგნენ. გამიგე? დედები, მაგრამ შემდგომ მათაც გადაწყვიტეს და მერე უკვე შემდგომ ჯვარცმის შემდგომ ისინიც ქრისტეს გვერდზე დადგნენ, ამიტომ მათი ხსენებაც არის. მაგრამ დედების და თამარ-მეფის ხსენება არის, იმიტომ რომ შემდგომაც ხო გაგრძელდა ცხოვრება ესე ჩემო ძვირფასებო, რომ მენელსაცხებელ დედათა და აი ამ მამებს ემსგავსებოდნენ ყველა დუღარესულით ქრისტიანი, გამიგე? ერთვილი ქრისტიანი, დუღარესული ქრისტიანი. ამიტომ თამარი ისეთი დუღარესული ქრისტიანი იყო, რომ მამებმა ქართულმა ეკლესიამ ჩათვალა, რომ ისინი ნამდვილად ღირსი იყო მენელსაცხებელ დედათა გვერდით, რომ მოეხსენებინათ თამარ-მეფე. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ უნდა სულ მანდობდეთ ღმერთს, ამას სულ ვიმეორებ, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არის ეს. და სულ უნდა გვახსოვდეს ეს სამყარო, იმიტომ არის შექმნილი, რომ იაზროთ და მიხვდეთ. ეს ღია ბიბლიაო, ამიტომ დიდი ამბობ. ეს სამყარო, რასაც ჩვენ უყურებთ, ირგვლივ ყველაფერი, ვარსკვლავები, თარე, მზე, ფლორა, ფაუნა, ზღვა, ოკეანეები, მდინარეები, ჩანჩხერები, ნუ რას ჩემო ძვირფასებო, სულ ამბობ ამას და ვიმეორებ. აი ცხოველი რო აიღო, ნებისმიერ დათვი რო აიღო, დის ხელი ჩას, ხო? დათვს რო უყურებთ, ხო გალიიდან თორე ჩემთვის დათვი თუ ტყეში და მგელი რასა ყველაფერი ეს ცხოველები, მოკლედ ფრინველები ჩემო ძვირფასებო, როგორ არის შექმნილი, წარმოიდგინე ხა არწივი რომ სათხაც უზარმაზარ სიმაღლეზეა, ყველაზე მაღლა არის ორბიტი, დედა ორბიტი. და ისეთ სიმაღლეზეა, თითქოს თვითმფრინავი რო დაფრინავს, ისეთ სიმაღლეზე და იქიდან პატარა აი ამ ხელა პატარა ზაზუნას, როგორც ბინოკლი ესეთი თვალები აქვს, გამიგე? უყურებს აი როგორც აი გადიდებს, არ არის სასწაული ჩემო ძვირფასებო. ხო და ყველაფრისთვის უნდა მადლობდეთ ღმერთს, იმიტომ რომ ჩემო ძვირფასებო, ესე იგი ეს ყველაფერი შექმნა ღმერთმა შენთვის. ეხლა მე
დღეს აი ახლა ხუგებულები დალაგებულად არა მაგდა მიყვები პირდაპირ როგორც მიწერია კონსპექტში ასე. მადლობთ ნიკოლოზ დასავლელიძეს ჩვენ ბრევს, რომელმაც ახალი ფორმულირება მოგცა და წუხა როგორ კარგია ნიკოლოზ მიყვარს ძალიან, მაგრამ მე როგორ არ მოვიფიქრე ეს მეთქი, მაგრამ მადლობ მან მოიფიქრა. ნიკოლოზ დასავლელიძე მოიფიქრა ესეთი რამ. რადგან ჩვენ ღვთისმშობლის წიხვებით ქვეყანა ვარ, მაშინ საქართველო ქრისტეს დედულეთი. ვერც ყოველ შეეცინა სწორი აქვს. მადლობ ამისთვის ნიკოლოზ. აწი რა თქმა უნდა ამას ყოველთვის გამოვიხდი. ესე იგი ჩემო ძვირფასებო საქართველოს ჩვენი ისტორია როგორც გაგრძელება მენელსაცხებელე დედათა და მამათა. გამიგე? ხო არის ესეთი აკაკისა, ხო? ვინ დათვალოს ვაში ქვიშა და ცაზე ვარსკვლები, ვინ შეამყოს ქართველ გზირთა ღირსეული სუსაკაშვილს მსგავსებო. ხარ მალე. ჩემო ძვირფასებო, მართლაც ვინ უნდა დათვალოს ამ ჩვენი წინაპრების გმირობა, ამათი თავდადება ქრისტესთვის და ესე იგი აი ახლა მიწერია და ვერაფრით ვერ და ახლა ერთ-ერთი გამანამდვილი გამგზელებელი ამ დედათა და მამათა არის აკაკი შანიძე, რომელმაც 102 წელი იცხოვრა და მრავალთავი გამოცემულია მისი, საიდანაც ჩვენ ხაფავდით და სულ ქადაგებებს ვამზადებდით და კიდევ სხვა მრავალთავი ზექალა შანიძის მისი შვილის, რომელიც მრავალთავი რო გამოიცა სინული, ეს უმნიშვნელოვანესი წიგნია სამღვდელოთათვის და მრევლისთვის. ჩემო ძვირფასებო, კომუნისტების დროს მაშინ ზექალა იყო მამამისთან ერთად გამოსცა, დაეხმარა მამას, მაშინ ზექალა იყო 35 წლის. წელს ზექალა შანიძე გახდა 100 წლის, როგორც ზექალა შანიძის გამოცემულია ჩვენ იოანე ოქროპინის გამარტება, მართეს სახელების, იოანეს სახელების, ყველაფერი რაც გვაქვს ძველი ჩემო ძვირფასებო. დალოცოს ხმებთან აკაკის ქვეყნად და ზექალა ამ ქვეყნად ებრძებოდა და ყოველივე სიკეთე. კიდევ აგერ მიწერია, რომ ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში რატომღაც ამოვიწერე, ალბათ იმიტომ, რომ წერია, რომ რაოდენი ნუგეშინსცემას ქრისტეს მიერ პავლე ამბობს, რაოდენი ნუგეშინსცემას სიყვარულისა, რაოდენი ზიანებასულისა, რაოდენი მოწყალება წყალობაი და აღავსებ სიხარული ჩემი მრევლს მიმართავს. გამიგეთ? შემდგომ რო აგრძელებს ამ დიდებულ ეპისტოლებს, ამბობს, რომ ყველა დროისო თქვენო და ყველა დროის შემდგომ ქრისტიანსო თავდადებულს ქრისტესთვისო ჩემი მოკითხვა, ჩემი ქრისტეს მიერ მადლი თქვენ. ანუ ჩვენს პირადად აი ჩვენ დღეს აქ პავლე ამით ჩვენს გვეხმიანება ჩემო ძვირფასებო. და აი ქრისტიანები ვართ უბედნიერესი ხალხი, იმიტომ რომ ჩვენი მომავალი თუ ახლა ჩვენ არ განვაგდებთ ქრისტიანობას ერთმა დაგვიფაროს, ჩვენი მომავალი არის მარადიული ბედნიერი ცხოვრება. ამ ქვეყნა კვირადღეს ღმერთი ისეთ სასწაულს მოხედავ, ვიწყობს დღესასწაულს, რომ შეიძლება ამას წირვას, ზიარებას და ქადაგებას ამას რაიმე შეედაროს ამ ქვეყნიური. ესე იგი რა და აგერ პავლე გვეხმიანება, რომ ჩემი სიხარული ხართო და მართლაც ყოველი სამღვდელო სიხარული არის მრევლის სიხარული არის მოძღვარი. ამას თქვენც ამჩნევთ, ჩვენც ვამჩნევთ სამღვდელოება და ყოველთვის მოგვიხარია და განსაკუთრებითო პავლე ამბობს ფილიპელთაშიც და სხვა ეპისტოლეებში, განსაკუთრებითო მეო ვარო შემართულიო, როცა თქვენ იოანე ოქროპინის იმეორე თქვენ ნათელ სახეს ხედავ, ანუ როდესაც სმენით, ესე იგი მრევლი სულ განაგული უსმენს მოძღვარს, რასაც მე ძალიან ბევრში თქვენთან ვინც ესწრება ყოველთვის ამას ხედავ ხოლმე და ეს არის ჩემი რა თქმა უნდა დიდი შემართება. და ჩემო ძვირფასებო, არ შეიძლება მე ესე იგი არ შევეხო უშინდებ დღეს
ეს იყო პატრიარქის მე-40 დღე და უცნაური გაიგო იცი რომ გუშინ შაბათს ჩავატარეთ წირვა დავით და კონსტანტინეში და მავიწყდებოდა მიცვალებულის კოდექსო დავიწყებდი მავიწყდებოდა ესე გუწვინდეს და უმეტეს იქ რამოდენიმეჯერ ვიხსენებდა ესე იგი უცვალებდა კოდექსო ამბობდა მავიწყდება უწვინდეს და ამ დროს მახსენებდნენ პატრიარქი მე ამბობდი პატრიარქი მე ცოცხლების იმას რო დავიწყებდი კოდექსს იქ ვიხსენებდი ცოცხლების პატრიარქი განდაიცვალა მეუბნებოდი პატრიარქი ბუდიში მეუბნარი ცოცხლებში ვიხსენებდი პატრიარქს გარდაცვლილებში არ ვიხსენებდი პატრიარქს და ბონუს ესე იგი რო გამოვედი ხო ბარძიმზეც მოვიხსენდი ცოცხლებში პატრიარქი მე შემაწმედინეს მე მიცვალებულებში დამავიწყდა და ისევ გამახსენეს და ბოლოს გადავიხადეთ პანაშვიდს ბოლოს და პანაშვიდს რო ვიხდი ესე იგი უკვე მიცვალებულებში ვიხსენებ იმას პატრიარქს უკვე აღარ დამავიწყდა და ნინო დათვაში მეუბნები მიცვალებულებში რატო იხსენებ იმდენად აერი რომ ვეღარ გაიგო რა ხდება და უიო მე ხო ესე იგი იმასაც დავიწყე მოკლედ 5 საათზე წავედი, ცოტა ადრე მივედი, ესე იგი 40 და დიდ რესტორანში და თამადად დანიშნეს მამა ბოტკოველი, დეკანოზი, მამა დიქელი ბოტკოველი. ეხლა მე რა მომივიდა, იცი რომ რაღაცა მიღლნიდა ესე გულში, თავში, რომ მე დავნიშნო თამადად პატრიარქის იმას 40 რა და ეხლა ამის საბაბი რატომ მქონდა ხა როგორ შეიძლება მე ვინავარ ხა პატრიარქი იმდენ მიტროპოლიტისა ხო და მე და ბოტკოველი რო გამოაცხადეთ რა დამწყდა გული იმიტომ რომ რადგან ძველი დანიშნეს მე რატომ მქონდა ხა საბაბი მქონდა ამის გამიგე იმიტომ რომ მამა რაფაელის 80 წლის თავზე მე ვიყავი რესტორანში, ბევრი ხალხი იყო სტუმრებიც იყო ჩამოსული, თამადა. და ისე იქ ესწრებოდა ერთი ეპისკოპოსი და ისე მოეწონა ამ ეპისკოპოსს ჩემი თამადობა, რომ იქ ჩამოდიო მე ეპარქიაშიო რაღაც ესე მითხრა და ეთყობა ამ ეპისკოპოსმა ამის შესახებ მე ადრე გითხარით თქვენ რასაც თქვი იქა და ეპისკოპოსმა თქვა სხვა ეპისკოპოსებთან ეს რომ კარგად ითამადა მამა ალექსანდრე ეს იმიტომ რომ ერთი ეპისკოპოსი შემდგა და მითხრა რომ შენო გათქმული მოხდა თამადობაში ხა მივხვდი რომ იმამ მეორე შემდგა მეორემაც მითხრა და მიფიქრე რომ ეპისკოპოსებში გავრცელებული ეს და იქნებ დამნიშნო თამადად პატრიარქი და ადამიანი დონ კიხოტია ჩემი სერვანტესი გენიალური ნომერი პირველი რომანია მთელ მსოფლიოში იმიტომ რომ იმდენად ფსიქოლოგია სერვანტესი რომ მიხვდა ამას რომ შინაგანმა ადამიანი ისეთი ტიპაჟია როგორც დონ კიხოტი და ახლა ისეთი აზრები რომ მოგივეხა რასაც მე დონ კიხოტობა აბა და მოკლედ ძალიან გული დამწყდა რა და არ დამწუხრებული და მაგრამ ხო მეც ჯერ გავაგზავნო ხო და იქ ეხლა როგორი ხოცი ყველა სფეროს ელიტარული წარმომადგენლები აკადემიიდან როცა აკადემიკოსების და პროფესორების სადიმძელო იყო ამოარჩიეს იმ აკადემიიდან და პროფესორებიდან გამოარჩიეს ჯაველიძე ძალიან საყვარელი კაცია ძალიან მიყვარს 99 წლის ყოფილა და მას სიტყვა თქვა სპორტულ სამხაროდან გამოარჩიეს ალექსანდრე ჩილაძე სიტყვა თქვა წერლებიდან გამოარჩიეს ლაშა თაბუკაშვილი ძვირფას სიტყვა თქვა ლაშა შემდგომ იყო კიდევ დამაუწყე ამ სფეროებიდან ხო ნუ ეპისკოპოსებიდან მეუფე დანიელი გამოარჩიეს და ამ დროს სამღვდელოება იხის ძალიან დიდი ინტელექტუალური ხალხი სამღვდელოება იყო
ძალიან განათლებული, ძალიან მორალურები და აბა გამოიცალით ვინ გამოარჩიეს სამყარო. და ამ დროს ესე იგი ამ დროს მე საერთოდ არ ამას როგორ მოველოდებოდი კაცო. თამადობა მინდოდა და ამას მთელი საქართველოს სამღვდელოები და გამოარჩენდნენ ადამიანს საერთოდ აი ამდენად არ ველოდებოდი. იქ დონკიხოტურ ამბავში თამადობაზე კიდევ რაღაცას ვფიქრობდი. ამაში როგორ იმაში ვიფიქრებდი და ვარ ესე ჩემთვის რაღაცას ვიჭაფრებ ლებს ჭიქებს და ამ დროს მეუფე შიო ამბობს რომ სამღვდელოებიდან გამოგზავნეს მამა ალექსანდრე ბოლგაძე. იმდენად მოულოდნელი იყო რომ გავედი ეხლა და ვიფიქრე რა ვქვა რა და უბრალოდ თქმა არ მეგვასწავლე ამასაც აფარებურად რა იმა გაგიმართლა და გაგიმართლა და ესეთი ამიტომ მეთქი რაღაც ისეთი რა მოეკვდა თავში მეორე დონკიხოტური ამბავი დონკიხოტმა გაიუცა ჩემში და გავედი თუ არა ვეუნები მე ვიცი ვისთვისაც გამომარჩიეს ეხლა მე რა ამდენ სამღვდელო მე არაფერი ღვაწლი არ მაქვს არაფერი მასში არ ვარ ისა მაგრამ იმაში ვარ იმიტომ გამომარჩიეს რომ 13 შვილი მყავს მე და 22 შვილი და ჯერ ათყდატაში ხარ რამდენი არ მიცნობ მთელი ამბავი ხო და მე პატრიარქმა მაგურთხა მე გამიგო რომ სიტით საჩვენებლები უნდა იყოთ სიტით საჩვენებლები და აი მე მგონი პატრიარქის წინასწარმეტყველება ეხლა ახტამეთქი ძალიან გამხარდა დაში დამკრეს და ამ დროს მეუნება რომ ხო და ყველას გაგიმარჯვებო და მეუნება რომ კაცო სამღვდელოების საგრძელო დავიწყო ხო სამღვდელოების სამღვდელობას გავმარჯვებ და ისე გამრავდით როგორც მე ვარ გამრავდი მე დავჭერ ვიღაცა მომესმა ვიღაცამ თქვა რომ კაცო მამა ალექსანდრე გაიყვანესო სამღვდელოების საგრძელო დაიწყო და თავის საგრძელო დაიწყო მოგეთ მიყვერდა მე გურული მეუფე მოვიდა და ამ შეეხმიან ამ ჩვენ გამოსვლას ოღონ ნახე როგორ შეეხმიან რაბრახა ანუ ამით მითხრა რომ ვითომ გურული გამოსვლა იყო რა მოკლედ აი ესეთი ამბები იყო გავიხარებ და ყველაზე მთავარი რა ვიცი რომ კიდე ერთი რაც უნდა დავამატო მე ხო ეს თქვენ ადრე იყო ამბობდი რომ ამ 40 წლის განმავლობაში რასაც ხო პატრიარქს ყველაფერი მისრულდება და იქ ხო თამადობა მინდოდა და ეხლა თრამესე ვერ ვაგადრე უცბიდესო გეხოცე თამადობა დამსვარ მეთქი მაგრამ ეს გული რომ მინდოდა ხო გაიგო პატრიარქი და ნახეთ როგორ მოატრიალა მე ამას ვფიქრობ რომ ეს პატრიარქის ჩარევა რომ თამადობას გადავამატებ კაცო რა თამადობა ის თამადობა რაჯობდა მთელი სამღვდელოებიდან გამორჩა ქრისტიანს ეშმარიტანა ეხლა მივდივარ ჩვენ უჯარმაში ჯონრების გადამწანება მე გთხოვთ ვინც უკვე მიემგზავრება უჯარმაში გაემგზავროს და იქ დახვდეს რა